და მაინც რა მაღაშფოთა საზოგადოება იმპრესიონისტულ მხატვრობაში და რა როლი ჰქონდა ამაში აკადემიურ სალონებს. მხატვრული მიმდინარეობები ნაწილი მეორე. მოდერნისტული მხატვრობა მკვეთრ წინააღმდეგობაში მოდიოდა აკადემიური მხატვრობის ესთეტიკასთან, რასაც მკაცრად განსაზღვრავდა და აკონტროლებდა ისეთი ინსტიტუციები, როგორიც იყო საფრანგეთის და ლონდონის სამეფო აკადემიები. ისინი არამხოლოდ უზრუნველყოფდნენ პროფესიულ განათლებას, არამედ აწყობდნენ პრესტიჟულ და ოფიციალურ გამოფენებსაც, რომლებიც ძალიან დიდ გავლენას ახდენდა საზოგადოების დამოკიდებულებაზე ხელოვნების მიმართ. საფრანგეთში ასეთი გამოფენები იყო სალონები, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებდა და სწორედ აქ წყვეტდა სპეციალური ჟიური, რომელი ხელოვნება იყო სწორი და მისაღები და რომელი არა. მკაცრად კონტროლდებოდა ნამუშევრების თემატიკა და ტექნიკური სიზუსტე. ასეთი სიმკაცრე ზღუდავდა ახალი ექსპერიმენტული მიმართულებების განვითარებას. ამან უბიძგა ზოგიერთ მხატვარს მოეძებნათ ალტერნატიული გზები. მაგალითად, რეალიზმის მიმდევარ გუსტავ კურბეს, რომელიც ასახავდა არა ისტორიულ, მითოლოგიურ ან ბიბლიურ სიუჟეტებს, არამედ ჩვეულებრივი ადამიანების რეალური ცხოვრების სცენებს. ეხლა ჩვენი გადასახედიდან უცნაურად ჟღერს, მაგრამ ეს მაშინ მიუღებელი იყო აკადემიური მხატვრობის მხარდამჭერებისთვის. სწორედ ამიტომ 1863 წელს შეიქმნა ეგრეთ წოდებული უარყოფილთა სალონი, სადაც გამოიფინა ის ნამუშევრები, რომლებიც ოფიციალურმა სალონმა არ მიიღო. სწორედ აქ იხილა დღის სინათლე პირველად ედუარდ მანეს სურათმა საუზმე მწვანეში, რასაც საზოგადოებაში მძაფრი რეაქცია მოჰყვა. აკადემიური წრეებისგან უარყოფამ ჩაუყარა საფუძველი დამოუკიდებელ გამოფენებს, მათ შორის იმპრესიონისტების გამოფენას 1874 წელს. ამით ხელოვნება თანდათან გათავისუფლდა მკაცრი კონტროლისგან და გზა გაუხსნა ახალ მხატვრულ ხედვას, რომელიც გაცილებით უფრო მგრძნობიარე იყო ახალი ეპოქის მიმართ.